2016 წლის განმავლობაში მოობის ობიექტივში არაერთი ასეთი აქცია თუ პერფორმანსი მოხდა. მოთხოვნების მიღმა ძალადობის უკიდურესი გამოვლინების ფემიციდის სტატისტიკა. 2016 წელს სულ 14 ქალია მოკლული. მოტივის დადგენა ისევე რთულია, როგორც მსგავსი ფაქტების აღკვეთა. მაღალია ჯანმრთელობის დაზიანებისა და სხვა ფორმები ჩადენილი ძალადობის რიცხვიც. პოლიციამ 2000-ზე მეტ შემთხვევაში გამოიყენა შემაკავებელი ორდერი. 2016 წლის განმავლობაში მოქალაქეები აქციებს არამხოლოდ ფემიციდის, არამედ ტრანსგენდერებზე ძალადობის წინააღმდეგაც მართავდნენ. უფლებადამცველების ინტერესის საგანი 2016 წელს კიდევ ერთი ფაქტი გახდა. საუბარია შემთხვევაზე, როდესაც 26 წლის ახალგაზრდა ამტკიცებდა, რომ მას საყურის ტარების გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც უფლებადამცველები ჰომოფობიური სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე მიუთითებდნენ. დედაქალაქის ქუჩებში დაწყებულმა კამპანიებმა 2016 წელს სოციალურ ქსელშიც გადაინაცვლა. ეს ფოტოები საზოგადოებას ქართულ რეალობაში არსებულ სავარაუდო ძალადობის ფაქტებს ახსენებს. მომხმარებლებმა განთავსებულ ფოტოებს სპეციალური ჰაშტაგიც დაურთეს სახელად ამხილე ძალადობა. აქციები იმართებოდა სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარშიც, სადაც დემონსტრუამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ახალგაზრდამ წერილი დატოვა, სადაც წერდა, რომ მასზე სამართალდამცავები ზეწოლას ახდენდნენ. მეტი მტკიცებულება რაღა უნდა. მოხდება თუ არა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. კითხვა, რომლის ადრესატებიც 2016 წელს ყველაზე ხშირად კანონმდებლები იყვნენ. ერთი მოტივით გაერთიანებული მოქალაქეები 2016 წლის განმავლობაში აქციებს კონკრეტული მოთხოვნით მართავდნენ. ვითარება მაშინ გამწვავდა, როდესაც თეთრი ხმაურის მოძრაობის წევრებმა მხარდამჭერებთან ერთად ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია და სადამსჯელო ღონისძიებების მკურნალობის ჩანაცვლება დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოითხოვეს. ეს დღე პროტესტის მონაწილეების დაკავებით დასრულდა. უფლებადამცველების საკონსტიტუციო სასამართლოში კანონმდებლობის ლიბერალიზაციისთვის დავას ამ დროისთვისაც აგრძელებენ. აქტივისტის დაკავებით დასრულდა მსვლელობა თბილისში აღმაშენებლის გამზირზე. ინციდენტი, რომელთან დაკავშირებით ადგილზე ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები ვრცელდებოდა. ერთ-ერთი ამ ვერსიის მიხედვით ნაციონალისტების მოძრაობა ქართული ძალის წევრები თურქეთის მოქალაქეების კუთვნილ ობიექტებს დაესხნენ თავს. ამსხვრევდნენ მინებს და აკეთებდნენ ქსენოფობიურ განცხადებებს. 2016 წელს აქციები შრომითი უფლებების გაუმჯობესების მიზნითაც იმართებოდა. ტყიბულში მეშახტეები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იყვნენ მაშინ, როდესაც მძიმე სოციალურ პირობებს აპროტესტებდნენ. ტყიბული არ იყო ერთადერთი ადგილი, სადაც წელს ანალოგიური მოთხოვნები ჰქონდა. მკვლელობა საოკუპაციო ხაზთან, რომელმაც ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია. გიგა ოთხოზორია ხურჩაში ეგრეთ წოდებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს. სამეგრელო ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და სისხლის სამართლებრივი დევნაც დაიწყო. ზუგდიდის სასამართლომ ის დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ. ხალხი ქუჩაში ლოცვილობს და გარეთ ლოცვილობს ჭიმაში. 2016 წელსაც აქტუალური იყო ქართველ მუსლიმთა უფლებები. უცვლელი მოთხოვნებით ბათუმში ახალი მეჩეთისათვის ტერიტორიის გამოყოფა. მათ ამ მიზნით გამაფრთხილებელი აქცია არაერთხელ გამართეს. მათთან ერთად მეჩეთის აშენებას უფლებადამცველებიც ითხოვდნენ, რომლებიც დისკრიმინაციის ფაქტებზე საუბრობდნენ. კვლავ პრობლემებია სოფელ მოხეში, სადაც ამ დრომდე უცნობია სადავო შენობის ბედი. ადგილობრივებმა პროტესტის ნიშნად ლოცვა ღიად სისქვეშ დაიწყეს. სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი. ეს საქართველოს უზენაეს კანონში, კონსტიტუციის მე-15 მუხლში წერია. მაშინ, როდესაც კანონი და ხელშეუვალი უფლება ირღვევა, მოქალაქეები ადამიანის უფლებების დაცვას საკუთარი ძალისხმევით ყოველ წელს ცდილობენ.